ვარ თამარ გავიდაძე 14 წლის. სწავლობ მოსასხამთა საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ცეკვა, მუსიკა და საჭმელების გაკეთება. სწავლობ მუსიკალურ სასწავლებელში და ვარ მეხუთე კლასში. პატარობაში ძალიან მეუწოდა ვიოლინოზე დაკვრა და ამიტომ შევედი. თავიდან ყველაზე მეტად გამიჭირდა მარცხენა ხელით თითების დაკვრა. ადვილი იყო ნოტების სწავლა. კონცერტი არ მინდა მქონდეს, რადგან სულ ნერვიულობ და რაც მასწავლი მაქვს, სულ მავიწყდა. ჩემი მუსიკის მასწავლებელს ქვია ლარისა. ლარისა მასწავლებელი ძალიან სასიამოვნო ქალი არის და ძალიან მიყვარს. ლარისა მასწავლებელი არის შვიდი, თბილი და კეთილი ქალი. კარგად მოხსნის გაკვეთილს და ხშირად მეხუტება. ვიოლინოს გარდა კიდე მინდა ვუკრავდე გიტარაზე. მე რა კარგი მუსიკას ვიყო და არ ნერვიულობდი, მინდა რომ ჩემი კონცერტი იყოს პარიზში. ბილეთი აღირებოდა 100 евро და ამ ფულით დავეხმარებოდი გაჭირებულ ხალხს. პირველ რიგში დავეხმარებოდი ავადმყოფ ადამიანებს. ავშენებდი უფასოს ავადმყოფებს და უმკურნალებდი უფასოდ. მირადად ჩემთვის ავაშენებდი სასახლეს და ვიყიდდი მანქანას. 25 წელს რო გავხდები, ვიყიდი შავბენას. ჩემი სკოლა მინდა მიყვარს, რომ მყავს კარგი კლასელები და კარგი მასწავლებლები. ახლა ყველა საგანი ერთნაირად მიყვარს, ხოლო ადრე მიყვარდა ხელოვნება. საყვარელი მასწავლებელი არის ჩემი დამრიგებელი გვანცო ხვიჩი. სანამ ისეთ სწავლობდით, ვასწავლი ამ საგანს, ახლა მხოლოდ დამრიგებელი. განსასწავლებელი არის ლამაზი, თბილი, კეთილი და უყვარს თავისი საქმე. ჯერ ჩემი მომავალი პროფესია გადაწყვეტილი არ მაქვს, მაგრამ ბავშვობაში ძალიან ბევრი შევცვალე რა, რომ მაგალითად ჯერ მინდა და ყოფილიყავი მაგალითად ცხოველების ექიმი. შემდეგ მინდა და რომ ყოფილიყავი კოსმონავტი. შემდეგ კიდე მინდა და რომ ყოფილიყავი მხატვარი. და ახლა ზუსტად არ მაქვს გადაწყვეტილი. მინდა ვიყო 19 წლის, რომ ვიყო დამოუკიდებელი. მინდა სადაც მომინდება იქ წავიდე მარტო და მეტი დრო გავატარო მეგობრებთან. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი ძმა. კიდე მინდა მყავდეს პატარა ძმა ან და, მაგრამ უფრო ძმა. ჩემი ძმა არის ჩემი კოპისალი და ქვია დავითი. ის არის მხიარული, ცელქი, ნერვებს მისვლის ხშირად და ნიჭიერი. ნერვებს მისვლის მაშინ, როდესაც რაიმე ჩემგან ჭირდება და სანამ არ ვიცი, მანამდე არ დამანიფებს. ჩემი აზრით დავით რო გაიზრდება გამომოკრება. მამა ჩემი არის კეთილი, მხიარული, სიმპათიური და ჩემი დიდი მეგობარი. და რა თქმა უნდა, ჩემი სურვილების შესრულებელი. მას ძალიან უყვარს დედაჩემი. ასე მგონია, რომ კარგი სიტყვის ვეუბნება და საჩუქრებს ჭუმს. მე ვარ მამიკოს გოგო. დედაჩემი არის ლამაზი, კეთილი, თბილი და საქმიანი ქალი. ძალიან უყვარს დედაჩემის გაკეთებული ხაჭაპური. მეც საჭმელების გაკეთება, მაგრამ გებრიელი არ გამომდის. ერთადერთი რაც გამომდის, ფანკეკები გამომდის გებრიელი. მე ყურს კითხვა და ჩემს საყვარელი წიგნი არის ბალადა გატეხილ ცხვირზე. მე რომ მწერალი იყო, წიგნს დავწერდი გამოძიებას. ადრე მინდოდა მსახიობობად, მაგრამ სცენაზე გამოსვლის მწვენია. ისე სიამოვნებით ვთამაშებდი ფილმი მარტოს სახში თავარ როლს. ჯადოსნური ოჯახი რომ მქონდეს, გავაცოცხლებდი ნებიებებოს და ადამიანები უკვდავები იქნებოდა. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში. მე ასევე მიყვარს ცეკვა და 2 წელი დავიდოდი ცეკვის წრეზე. მე იმიტომ გამოვედი, რომ სხვა სკოლაში გადავედი და დროც აღარ მქონდა. ჩემი საყვარელი ცეკვა არის მთიურული. ჩემი ყველაზე კარგი თვისება მგონია, რომ მინდა ყველას დავეხმარო. გამოვასწრებდი იმას, რომ ყველა ფერზე უცებ ვრავსდებ. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. თამარი რო არ მერქავს, რა მერქვებოდა? თამარი დამარქვა მამამ და სახელი მოეწოდა შესაძლოა მოფერების მეზახი. ჩემი აზრით, თამარი რო არ მერქავს, მერქნეოდა ნინი. ჩემს შვილებს დავარქვევ ლუკას და სალომეს. შემდეგ მონაწილეებს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. დროში მოგზაურობა რომ შეეძლოს, საათი მოგზაურებდა და როდის? მე მაგალითად მოგზაურობდი 21 საუკუნის საქართველოში. შემთხვევაში ყველაზე დიდი მოვლენა იყო ის, რომ დიდი ხანი ვაცრამობდი რაიმე ცხოველზე და მამაჩემი ამოჩუქა კატა. ჩემი შემდეგი ცნების საჩუქარია პატარა ლეი. დარწმუნებული ვარ, რომ მამაჩემი ამბობს ყურებს და აუცილებლად მაჩუქებს ძაღლს. ბედნიერება არის, როდესაც ახლოს არის ის ადამიანი, რომელიც ძალიან გეყვა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.